მოგესალმებით. საჯარო გაშლა თემით რა იქნება მაისის თვეში თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება. და ეს სამყარო ყოველ თვე არ მოგვაკლოს გამარჯვებები, მაგრამ მოდით მაისის თვის მთავარი გამარჯვება ვნახოთ. ანუ დღეიდან მაისი ჯერ არ მოსულა, მაგრამ ერთი თვის ვადაზე ვნახოთ, ხო? ერთი თვის ვადაზე რა იქნება თქვენი მთავარი გამარჯვება? ხო, ვფიქრობ, რომელი დასტით ვიმუშაო. რომელი დასტით ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ, მოდით ხეებზე ვიმუშაოთ. დიდი ხანი ეს დასტა აღარ გამომიყენებია. და ვნახოთ, მთავარი გამარჯვება რა იქნება თქვენი ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება ერთი თვის ვადაზე. პირველი არკანი, რომელსაც თქვენ ამოერჩევთ, რა თქმა უნდა, ვარიანტებიდან იქნება მთავარი გამარჯვება, ანუ მაჩვენებელი იმისა, თუ სად რომელ სფეროში, რომელი მიმართულებით მიიღებთ ამ გამარჯვებას და მერე თუ რა თქმა უნდა კითხვები მექნება, აუცილებლად გავაგრძელებ ამ კითხვების დასმას. ძალიან კარგი. მას შესაძამე პირველი ვარიანტი გამარჯვება, მეორე ვარიანტის მთავარი ერთი თვის გამარჯვება და მესამე ვარიანტის მთავარი ერთი თვის გამარჯვება რა იქნება. აი, ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად კარგად ჩანს ყველა ვარიანტი, კი, ასეა. პირველი ვარიანტი ეს იქნება ამონიტი, მეორე ვარიანტი ეს იქნება წითელი იასპი და მესამე ვარიანტი ეს იქნება ესეთი ნიჟარა. ძალიან კარგი. დახვჭეთ თვალები. და როდესაც თვალებს გაახელთ, ჯერ კითხეთ სამყაროს, რა იქნება მაისის თვეში ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება. და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი სასურველი ვარიანტი აუცილებლად დაგიცახებთ. თქვენი სასურველი ქვა აუცილებლად დაგიცახებთ. ძალიან კარგი. იმედია, ყველამ ამოირჩია თავისი ვარიანტი. აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ეზოთერიულ შემეცნებით და მაგიურ დახურულ ჯგუფში შემოსვლა ჩემთან, სადაც ჩემს ცოდნას, ოკულტურ მაგიურ ცოდნას, პრაქტიკებს, პოდკასტებს, ყოველდღიურ გაშლებს და ბევრ საინტერესო რამეს, რაც საჯაროდ სხვაგან არ სადარკეთდება, არც YouTube არხზე, არც Facebook მზის ადამიანის გვერდზე, მხოლოდ დახურულ ჯგუფში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოწვევა. აუცილებლად დაგიმატებენ ჩემი ადმინისტრატორები მეგობრებში. შემდგომ გამოგეგზავნებათ ჩემი კოდური ვიდეო, მოხდება გასაუბრება და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ამ ჯგუფის სრულფასოვანი წევრი, რომელმაც უკვე თითქმის 1000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჯგუფი მესამე წელია არსებობს და ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ნებისმიერი ასეთი ღირსეული და შემეცნებისთვის გახსნილი ადამიანებისთვის ჩემი დახურული ჯგუფის კარი მუდამ ღია. შეგახსენებთ, რომ ეს არის ფასიანი ჯგუფი და თვიური საწევრო ფასიანი ჯგუფისა გახლავთ 25 ლარი. რაც პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი აღმატების გარეშე, რომ იქ მიღებული ინფორმაცია დამიჯერეთ მინიმუმ 5 ჯერ აღემატება არსებულ საწევრო თანხას. იმიტომ რომ მიღებთ სხვა ინფორმაციას. თან ისეთ, სადაც ვერსად ვერ მოისმენთ. მას შესაძამე ძალიან კარგი დახურულ ჯგუფს ქვია მზისკარი, Facebook გვერდზე არის ეს დახურული ჯგუფი და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემომიერთდეთ. ახლა კი
დავიწყეთ. პირველი ვარიანტი. თქვენი მთავარი გამარჯვება რა იქნება მაისის თვეში. ძალიან კარგი. თქვენი მთავარი გამარჯვება ის იქნება მაისის თვეში, რომ ნახოთ, სად მიიღებთ ამ ცხრიანების თასების ენერგიას? რომელ სფეროში? ორი ცხრიანი ამოვიდა, ნახეთ რა საინტერესოა. კვერთხების დედოფალი. თქვენი სტრესი მთავრდება. ის, რაზეც ნერვიულობდით, ის, რაც ენერგიას გართმევდათ, ის ან ვინც თქვენ თვითშეფასებას ამცირებდა და აპატარავებდა, ის რაც და ვინც თქვენს გონებაში განსაკუთრებულ სტრესის და შიშების ფონს ქმნიდა. ეს ყველაფერი სრულდება. იცით, თქვენ ამას მოერევით. თქვენ თქვენს მთავარ შიშსა და სტრესს მოერევით. და რას ეხებოდა ეს სტრესი? მოდით ესეც ვნახოთ და შიში, რას მოერევით? კვერთხების რაინდი, ხუთიანების კვერთხები. შეხედეთ, ორი ვარიანტია. ეს შესაძლოა იყო კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ ადამიანთან კონფლიქტი, გაუგებრობა, კონკრეტულ ადამიანთან მუდმივი დისკომფორტი შეგრძნება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უმტკიცებენ, ადამიანები ერთმანეთს ატოლებენ, იცით, მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ერთმანეთი ემოციებზე გამოყავთ და საბოლოო ჯამში შედეგი არ არის, ხო? თქვენ აი ამ სტრესულ მდგომარეობას, აი ამ კონფლიქტს, აი ამ სირთულეს გადალახავთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში თქვენგან მიჰქონდა ზღვა ენერგია, ეს თქვენ გსტრესავდათ, ეს თქვენ განერვიულებდათ. მაგრამ ასევე არის მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ნახეთ, ორნაირად შემიძლია წავიკითხო. ან ეს არის კონკრეტული ადამიანი, კვერთხების რაინდი, ან ეს ხართ თქვენ, ადამიანი, რომელიც ვერ ხედავდით გამოსავალს, გქონდათ შიდა კონფლიქტები, იყავით მუდმივად დაძაბული, იყავით მუდმივად გაღიზიანებული, იმიტომ რომ იქ საითაც გქონდათ გეზი აღებული, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, აწყდებოდით ძალიან ბევრ სირთულეს. მიხვდით ხომ, თქვენს მოქმედებას, თქვენს საქმეს აწყდებოდა, თქვენს მოძრაობას მუდმივად თითქოს ვიღაცა აჩერებდა და არ გქონდათ იმის საშუალება, რომ მოძრაობა გაგეგრძელებინათ, ხო? ეს არის უღრანი ტყე, რომელშიც ყოველდღიურად გიწევდათ სიარული, სადაც არ იცოდით რომელი ბუჩქიდან რომელი მტაცებელი გადმოხდებოდა, სადაც არ იცოდით გზა როგორ გაგეკვლიათ, იმიტომ რომ ხელს გიშლიდნენ ამ გზის გაკვლევაში, როგორც საკუთარი შიდა კონფლიქტები, ასევე შესაძლოა გარე კონფლიქტები და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ თქვენ აი ამ წინააღმდეგობებს და წინაღობებს აბსოლუტური წარმატებით გადალახავთ. როგორც გარე გამოხატულ კონფლიქტებს და სირთულებს, ასევე შიდა კონფლიქტებს. ორი ცხრიანი, ეს არის ძალიან მაგიური ვარიანტი, პირველი ვარიანტი, იმიტომ რომ თქვენ ცხრიანი, ეს არის ინდივიდუალიზმი. თქვენ უბრუნდებით თქვენს ინდივიდუალურ გზას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა, რომელსაც თქვენ უბრუნდებით, მხოლოდ თქვენ გეხებათ. მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. იმიტომ რომ თქვენ დაიმსახურეთ ის, რომ იყოთ კმაყოფილი. ცხრიანების თასები ეს არის საკუთარი შედეგებით კმაყოფილი ადამიანი და ემოციურად კმაყოფილი ადამიანი, ხო? რომელიც ზის თავის კომფორტში, ემოციურ კომფორტშია, ბედნიერია და ყველა მხრიდან მას ეძლევა ეს ემოციური სიხარული და ბედნიერება და თქვენი მთავარი გამარჯვება ზუსტად ეს იქნება. თქვენ მიიღებთ თქვენი ცხრიანების თასს. თქვენ იჯდებით ამაყი საკუთარი შედეგებით. თქვენ
იჯდებით, იდგებით, რა მნიშვნელობა გიწვევით, რა პოზიციაში იქნებით ამაყი, მაგრამ თქვენ იქნებით ძალიან ნაყოფიერი მაისის თვეში. თქვენი ბრძოლა და თქვენი მუშაობა როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემო ფაქტორებთან აუცილებლად დიდი წარმატებით დასრულდება. დაგემშვიდობებით. თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ ამაში ბევრი ენერგია ჩადეთ. ზოგადად პირველი ვარიანტი ერთ რამეს გეტყვით. ძვირფასი ენერგიის მატარებელი ადამიანები ხართ. ძლიერი ქალბატონები მიყურებთ. კი მწერენ ხოლმე Facebook-ს, რა ქვია, კომენტარებში, რომ კაცებს არ გვეხება უკაცრავად მამაკაცებ მაყურებელს, იმიტომ რომ ჩემთვის ძირითადად მაყურებელი ჩემი გოგოები არიან, ქალბატონები არიან და ამიტომ ამბობ გოგონები. ავტომატურზე შემოატრიალებთ ინფორმაციას, თქვენზე მოერგებთ და შესაბამისად მიიღებთ თქვენთვის საჭირო მოსასმენ ინფორმაციას, რაც ახლა თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. ნახეთრალობაზე არკანია თქვენი მთავარი მაისის გამარჯვება. მას შესაბამისად მეორე ვარიანტი წითელი იასპი. თქვენი მთავარი გამარჯვება რა იქნება მაისის თვეში. თქვენი მთავარი გამარჯვება რა იქნება მაისის თვეში. რომელიღაცა მსმენელი და დიდი ალბათობით მეორე ვარიანტი ვიცი ვინც აირჩია, აღარ გავაშხერებ. ცნობიერების და ცოდნის ახალ საფეხურზე ავლენ, მაგრამ მოდით ხა იეროფანტი თავისით ამოხდა დასტიდან, მაგრამ მოდით მაინც ვნახოთ თავარი გამარჯვება რა იქნება. თავარი გამარჯვება მაისის თვეში. თასების რაინდი. თასების რაინდი. საინტერესოა. მოდით ნახოთ კონკრეტულად რას ეხება. თასების რაინდი კონკრეტულად რას ეხება. მეორე ვარიანტის შემთხვევაში. სამიანების თასები. ათიანების კვერთხები. ცხრიანების პენტაკლები. აქ შემიძლია გითხრათ, რომ გამარჯვება ორ სფეროში გექნებათ. პირველი, ეს არის ის, რომ სავსე იქნებით სიყვარულით და შემოქმედებითი ენერგიით. როდესაც ხშირად ვახსენებ შემოქმედებით ენერგიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ყველაზე წმინდა, ყველაზე სუფთა, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ნაყოფიერი ენერგია. შემოქმედებითი ენერგია, რომელიც მოდის არა სინთეტიკური, სისტემური ინტერესებიდან, არამედ როდესაც ის მოდის თქვენი ღვთაებრივი გამონთავისუფლებული ენერგიიდან, რაც თქვენია, რაც ბუნებრივია. და აი ზუსტად ეს არის შემოქმედებითი ენერგია. და რადგან ეს არის თასები, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტად გაიხსნებით, მეტად შეიყვარებთ, პირველ რიგში საკუთარ თავთან იქნებით ძალიან მზრუნველი, იცით? მზრუნველი იქნებით საკუთარი თავის მიმართ. ყურადღებიანი. თქვენში ბევრი სიყვარული იქნება მაისის თვეში. და თქვენი სიყვარული მოედება ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს სიყვარული საქმეშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ეს სიყვარული გააზიარეთ. აი, ბალანსში ჩასვით, ხო? პენტაკლები და თასები. აქ არ მოსულა, იცით, როგორი რაღაც, რომ აი მარტო მოდი საქმეს ჩაუჯდები და მარტო საქმე. არა. ნახეთ, გააზიარეთ. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სადაც კი გექნებათ იმის საშუალება, რომ სიყვარული გასცეთ, გაეცით.
უპასუხო სიყვარული, ოღონდ გულისხმობ როგორც იცით, აი პასუხს არ დაველოდოთ რა. აი მან დაინახა, რომ იმას სიყვარული, არა. საერთოდ უცნობია და მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, როდესაც რაღაც მომაწვება ხოლმე. უკვე გადმოსვლას რო არის ხოლმე ჩემი თასები, მე ვამბობ ხოლმე, ვაკეთებ ხოლმე ესეთ რამეს, ხო? შევდივარ Instagram-ზე, ან შევდივარ Facebook-ზე და აბსოლუტურად უცნობ ადამიანს შემიძლია ძალიან დიდი კომპლიმენტი უთხრა. წარმატება ვუსურვო. ვუთხრა რომ ძალიან ლამაზია, ვუთხრა რომ ძალიან ნიჭიერია, ვუთხრა რომ ძალიან კარგია. აბსოლუტურად უცნობ ადამიანს მივხვდით ხო? ანუ ჩემი ენერგია მომართო იქ სადაც იმ მომენტში ვიგრძნობ რომ მართლა გულწრფელად მომეწონა ადამიანი, მესიამოვნა ადამიანი, განსაკუთრებით როდესაც ეს რაღაც შემოქმედებას ეხება, ხელით ნაკეთ ნივთებს ეხება, ნახატებს ეხება, ხო? როდესაც ადამიანი ნიჭიერია, მე მიყვარს არ მიყვარს ამ სიტყვის გამხსენა, ვგიჟდები, მაგრამ ვიტყვი, ვგიჟდები ნიჭიერ ადამიანებზე. აი, ნიჭიერები რო არიან, რო დააბიჯებენ აი ამ ნიჭით და ნაბიჯებიც რო ნიჭიერი აქვთ. ყველგან რო ნიჭის ენერგიას ტოვებენ. არ აქვს მნიშვნელობა რაში იქნება ნიჭიერი. მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. და აი ასეთ ადამიანებისთვის არ ვუშურებ ხოლმე კომპლიმენტებს. სხვათაშორის მაისის თვეში იქნებით აქტიური რა მხრივ იცით? ვთქვა თუ კი ბოლო პერიოდი ძალიან ჩაჯექით, ჩაიკეტეთ და ასე შემდეგ, ბევრად აქტიური იქნებით. ეს იქნება შეხვედრები, ენერგიების გაცვლა, სიყვარულის გაცვლა, ხო, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ამ ენერგიებს. ასე რომ, მთავარი გამარჯვება თასების რაინდის სავსე იქნებით შემოქმედებითი და სიყვარულის ენერგიები და მეორე გამარჯვება ნახეთ. ცხრიანით გაიხსნა, ცხრიანით დაიხურა, ხო? ცხრიანი პენტაკლები, ცხრიანი უკაცრავად შემოშალა 10-იანი კვერთხები ყოფილა, ცხრიანი კვერთხებისკენ წავედი. ხო, კიდევ მთავარი გამარჯვება რა იქნება, იცით? თქვენ რისკენაც ილტოდით, რაში ძალიან ბევრი ენერგიას დებდით, რას ეხება ეს? თქვენ საქმეს, თქვენს ფინანსურ ენერგიას რასაც საქმიანობთ, რასაც აკეთებთ, საიდანაც ფინანსები გიბრუნდებათ როგორც ენერგია, მთავარი გამარჯვება იცით რა იქნება? ასეთ ფინანსურ გემრიელ თვითკმარ მდგომარეობას მიაღწევთ. ბრძოლა, აი ეს ტვირთი, რომელსაც ატარებდით ხომ, დაგიფასდებათ. ცხრიანების პენტაკლებით ნახეთ რა ლომაზე ცხრიანებს ფესვებში არის ეს ცხრიანების პენტაკლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის დღეს მაქვს ცხრიანების პენტაკლები, ხვალ აღარ მაქვს, არა, ეს ფესვებში ფიქსირდება, ხის ფესვებში ფიქსირდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თქვენს პირად გამარჯვებებში ჩაიკერება და ჩაიქსოვება, როგორც ფესვებში არის ჩაქსოვილი ეს პენტაკლები. არა ნაყოფად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორს ნახეთ, როგორ აქვს დანახული ფესვებში. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ და ნახეთ რა მაგარია. 10-იან დასტაზე ვარ შეყვარებული. 10-იანების კვერთხები შეხედეთ როგორ კორსეტივით აქვს ხო ეს ახალ სიცოცხლეს როგორ იცავენ ხის ტოტები, ნახეთ როგორ არიან გადატოტილები ერთმანეთში. და ნახეთ აი ეს ახალი სიცოცხლე, ახალი იდეა ხო, რომელმაც თქვენი აი ეს ბრძოლა გაიარეთ ბევრი, სირთულე გაიარეთ ბევრი ქონდათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აღებული და შეხედეთ ამან გამოიღო აი ესეთი შედეგი. და აი შედეგი, ცხრიანების პენტაკლები. აი ეს ორი დიდებული გამარჯვება გექნებათ ჩემო და დასტის ბოლოს არკანი სამყარო. მე პირადად მიმაჩნია რომ თქვენ არკანი ვარსკვლავი, თქვენ გადახვალთ ცხოვრების ახალ საფეხურზე, ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტად გამართულზე, კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერზე და კიდევ უფრო მეტად ლამაზზე. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი. წარმატებები თქვენ და მესამე ვარიანტი. თქვენი მთავარი გამარჯვება რა იქნება მაისის თვეში?
ორვიანების ხმლები. საზღვრებს დააყენებთ. საზღვრებს დააყენებთ თქვენსა და ადამიანებს შორის, ვინც გატკინათ, ვინც გაგირთულათ ცხოვრება. ვნახოთ, რას ეხება რვიანების ხმლები თქვენ შემთხვევაში, რას ნიშნავს გამარჯვების ნაწილში არკანი ზომიერება. კი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის გამარჯვება არის მდგომარეობს იმაში, რომ სიტუაცია, რომელიც გეგონათ, რომ ვერ გადაიჭრებოდა, აუცილებლად გადაიჭრება. წინა არკანის გვაქვს სიკვდილის ტრანსფორმაციის და გადავდივართ პირდაპირ მე-14 არკანში, ანუ სრულდება რთული პერიოდი, სრულდება გამოუვალი პერიოდი. ეს შეიძლება ყოფილიყო ჯანმრთელობის პრობლემაც. შესაძლებელია ყოფილიყო ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული, ვთქვათ, უმოძრაობასთან, იზოლირებასთან, გამოუვალობასთან, ხო, როდესაც ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაშია. მაგრამ ძირითადად ყველა სიტუაციას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ რვიანების ხმლები ჩემთვის უფრო მეტად მენტალური გალია, ვიდრე რეალურად გამოუვალი სიტუაცია, ხო? მაგრამ მე აქ მაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დასტაბილურდება. თქვენი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ თქვენი ცხოვრების ურთულესი პერიოდი, როდესაც უიმედო და გამოუვალი გეგონათ, აუცილებლად მოვა ბალანსში და გაიმარჯვებთ ამაზე. კარგით. არ ქონდათ მოსვენება, არ ქონდათ სიმშვიდე, ხო? თქვენ ამ სიმშვიდეს მიიღებთ. რა იქნება თქვენი მთავარი გამარჯვება მაისის თვეში? კვერთხების რაინდი. არკანის სოლელი. ათიანების თასები. მშვენიერი ამბავი, ჩემო ძვირფასებო, მშვენიერი ამბავი, იმიტომ რომ აქ ჩანს გამონთავისუფლებული ენერგია. გამონთავისუფლებული ენერგია, რომელსაც აუცილებლად სწორ ამ გამონთავისუფლებულ ენერგიებს აუცილებლად სწორ დასკვნებს მოახმართ. თქვენ სწორ დასკვნებს გააკეთებთ, მიხვდებით, თქვათ სიტუაცია რატომ მოხდა ასე, რატომ წარიმართა ასე, რეალურად რამდენად გამოუვალი იყო, რეალურად რა დაგეხმარათ ამის დაძლებაში, ხო? ანუ გამონთავისუფლებული ენერგია, რომელიც მიდის საკუთარი შინაგანი შუქის ძიებაში, სინათლის ძიებაში, ხო? არკანი განდეგილი. გეუბნებათ იმას, რომ ეს უდიდესი გამოცდილება იქნება თქვენთვის. თქვენი გამოცდილებების წიგნში ჩაეწერება ეს შემთხვევა და ეს სიტუაცია, როგორც ძალიან მაგარი გამოცდილება, რომელიც თქვენ აუცილებლად დაძლევთ. და თქვენს ბალანსს იპოვით აუცილებლად. ნახავთ, მაისის თვეში გაგახსენდებათ ჩემი საჯარო გაშლა. ნახეთ, არკანის სულელი აბსოლუტურად ახალი გზა. აბსოლუტურად ახალი გზა. ექვსიანების კვერთხები. ცვლილებები, ჩემო ძვირფასებო, ცვლილებები და კიდევ ერთხელ ცვლილებები. ცვლილებები. ერთ რამეს გერჩევთ. შეიძლება იყოს, ეცით როგორი ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთი რეალობიდან მეორეში გადადიხართ. როდესაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადიხართ, მაგრამ როდესაც გადადიხართ მეორე ნაპირზე, მზად იყავით იმისთვის, რომ იქნება პროვოკაციები, რომ ისევ დაგაბრუნონ უკან. იმ ნაპირზე, საიდანაც ცვლილებები დაიწყეთ, საიდანაც გაქცევა გადაწყვეტეთ, ხო? იმიტომ რომ აქ ვიღაცის ინტერესები არ კმაყოფილდება თქვენი ტრანსფორმაციით, თქვენი ცვლილებებით. ვიღაცას ეს არ მოეწონება, მესამე ვარიანტი. ვიღაცის სტაბილურობა დაირღვევა, ვიღაცის ინტერესები შეილახება, როგორც იტყვიან. ამიტომ შეეცდებიან სიტყვებით დაიმახსოვრეთ, გამოიწვევენ თქვენში დანაშაულის გრძნობას, გამოიწვევენ თქვენში ემოციებით მანიპულირებას, წარსულით მანიპულირებას, ნებისმიერი ფორმით, ვიღაცისთვის ბავშვებით მანიპულირებას. ხო? მიხდით ხო, ეხლა რას გეუბნებით?
ვინც განსაკუთრებით დაშორებებისა თუ განქორწინებებისა თუ ისეთ პერიოდში ხართ. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. სიძლიერეს გისურვებთ, მესამე ვარიანტი. გამარჯვებების უდიდესი შანსი გაქვთ. მაგრამ არანაკლები პროვოკაციები მოდის. არანაკლები პროვოკაციები მოდის და რადგან ამ პროვოკაციის მიზეზ მე ხარ მინდა ზუსტად ვისაუბრო, საიდან მოდის ეს პროვოკაცია, თქვენ ძალიან კარგად იცით, საიდანაც მოდის, ხო? დაგაჯერათ, რომ თქვენ მის გარეშე არაფერი შეგიძლიათ. ან თქვენ თვითონ აჯერებთ თქვენს თავს, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია და ცდილობთ სხვადასხვა რაღაცებით თავი გაიმართლოთ. სხვადასხვა მდგომარეობებით პასუხისგებლობა აირიდოთ, მაგრამ რეალურად არ ხართ ბედნიერი, თქვენ ხომ იცით ეს. კარგით, ზედმეტს აღარ ვიტყვი, აღარაფერს ვიცი, რომ გამგები გაიგებს ახლა რაც ვიგულისხმენ. მე კი დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს კომენტარებს დიდი ინტერესით.